Ხაკი ვინაცვლებთ სტუდიაში, სადაც დისკუსიის ფორმატში ვმასპინძლობთ კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელს ლევან ყურაშვილს, პარტია სართულის წარმომადგენელს პაპუნა ედილაშვილს, ფედერალისტებიდან ნინო თოდრია, მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის მერაბ ქართველიშვილი არიან ჩვენთან სტუდიაში. მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და ალბათ ლევან ყურაშვილით უნდა დავიწყოთ, რომელიც ზუსტად ამ თემებზე მუშაობს, რასაც ახლა განიხილავენ ჩვენი პარტნიორები ბრიუსელში. უკრაინა, საქართველო ეს განცალკევებით ამ თემაზე ვერც ვიმსჯელებთ და ის გადაწყვეტილება, რომელსაც ახლა ველოდებით უშუალოდ უკრაინის კონტექსტში რა გავლენას ახდენს ჩვენზე და თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ლევან? სანამ მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებ თქვენს მაყურებელს. ევროკავშირში რაც ხდება ახლა, ეს პირდაპირ გავლენას ახდენს არა მარტო საქართველოს, ზოგადად მსოფლიოს მოწყობაზე, როგორ სამყაროში ვიცხოვრებთ საერთოდ მომდევნო რამდენიმე ათეული წელი. ამ ამბებზეა დამოკიდებული ის, რაც ხდება ევროკავშირში, მათ შორის ფინანსების გამოყოფაზე და პირველ რიგში ეს არის ევროპის უსაფრთხოებაზე და არა მარტო ჩვენ უსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა, ჩვენც ამ საერთო ფერხულში ვართ და ამ საერთო ამბავში ვართ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ისეთი ქვეყანა გვყავს მეზობლად, როგორც რუსეთია, რომელიც ემუქრება ზოგადად ყველას უსაფრთხოებას, ყველა ცივილიზებული ქვეყნის უსაფრთხოებას. რაც ხდება ამ წუთას და რა მოლაპარაკებებიც მიდის, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს ევროკავშირმა, იმიტომ რომ ომი არის სამწუხაროდ ევროპის ტერიტორიაზე და პირველ რიგში არის ევროპის უსაფრთხოებაზე პრობლემა, ხო? ამიტომ გვინდა თუ არ გვინდა, ევროპამ უნდა გაიღოს ყველაზე დიდი კონტრიბუცია იმისთვის, რომ ეს ომი არ დასრულდეს რუსეთის გამარჯვებით და მათ შორის არ დასრულდეს თუნდაც მოჩვენებითი მშვიდობით, რომელიც ჩვენ არაერთხელ გვინახავს და რომელიც შეიძლება მერე დასრულდეს გაცილებით დიდი ომით. ჩვენ ამის მაგალითები გქონია წარსულში, თუნდაც იგივე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო ზუსტად ასე, როცა აგრესორი დააჯილდოვეს მათ შორის ევროპელებმა და შემდეგ ამას მოყვა დიდი ომი მთელ მსოფლიოს მასშტაბით. ამიტომ ეს გაკვეთილები საბედნიეროდ კარგად ისწავლეს ევროპაში. ისწავლეს? კი, რიტორიკის დონეზე ნამდვილად საყვედურები რომ არ არის რეაქცია სათანადო, აგვიანებს. ეს სხვა ამბავია. გაკვეთილებს სწორად ისწავლეს რიტორიკის დონეზე, გადაწყვეტილებებსაც შეეხება, გადაწყვეტილებები იგვიანებს. მეტი არის გასაკეთებელი, ეს ომი გუში ხო არ დაწყებულა. ეს დაიწყო 4 წლის წინ და ამ 4 წლის განმავლობაში გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლებოდა, რასაც სამწუხაროდ რაღაც ნაწილში უშლის ხელს ის ბიუროკრატია, რაც ევროპაშია და გვინდა არ გვინდა ამაზე თვალის გასწორება გვიწევს, იმიტომ რომ ბევრი ქვეყანა, ბევრი აზრია, დიდი ჩინოვნიკური აპარატია სხვანაირად არ გამოდის. თუმცა იქ არის კონკრეტული ადამიანების გადაწყვეტილებები, რომლებსაც არ უნდათ დისკომფორტის ზონაში ყოფნა, არ უნდათ მცირე კომფორტის დათმობაც კი იმისთვის, რომ მომავალში მათი უსაფრთხოება იყოს დაცული. მოკლედ, ხვის ხარჯზე უნდათ ვიღაცებს ამის გაკეთება და ესე არ გამოვა. ეს არ არის 5 წლის წინანდელი მსოფლიო, ხო, სადაც შეგიძლია 4 წელი მოიცადო და მერე რაღაცა იქნება, არ იქნება მერე რაღაცა, იმიტომ რომ ახლა ამ წუთას რაც ხდება, ეს არის მოკოქილი ომის მანქანა, რომელიც არის რუსეთში და ეს მანქანა არ შეუძლებელია რომ გაჩერდეს. ხვალ რომ ზავი დაიდოს უკრაინაში, ამ მანქანამ რაღაცა უნდა ქნას, იმიტომ რომ ჩვენ რო გვესმოდეს რა ხალხზე არის საუბარი, ხო? ეს არის დაახლოებით მილიონიანი არმია, რომელიც შედგება ძირითადად ეგრეთ წოდებული ბომჟებისგან, რომლებიც ფულის გამო მიდიან, ხო, იქ იდეოლოგიური რამე საფუძველი ხო არა აქვს იმ ადამიანებს, ვინც უკრაინაში საომრად მიდიან. მათ აინტერესებთ მხოლოდ ერთადერთი ფული, ეს ხალხი იყო ადამიანები, რომლებსაც ან საერთოდ შემოსავლის გარეშე იყვნენ, ან მიზერულ თანხაზე მუშაობდნენ მონებად რუსეთში და უცებ არსაიდან გაუჩნდათ რამდენიმე $1000 შემოსავალი რაში, კაცის სკოლაში. პუტინს ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ უნდა ომის დამთავრება გარდა იმისა, რომ თავისი იმპერიული ამბიციები აქვს. არ უნდა, იმიტომ რომ ეს ხალხი მერე უკან უნდა დაბრუნდეს სახლში, კაცის სკოლას და ბევრ ფულს შეჩვეული და ერთადერთი ამ ხალხმა რაც შეიძლება გააკეთონ, ეს არის თვითონ რუსეთში გნით სიტუაციის არევა, მათ შორის კრიმინალი, რაც გვახსოვს ჩვენ, ხო, 90-იანებში ჩეჩნეთის ომიდან დაბრუნებულმა ხალხმა და ეგრეთ წოდებულმა ავღანელებმა რაც გააკეთეს. ანუ ამის დაშვება არ უნდა, ამიტომ ეს ხალხი მერე სადღაც ისე უნდა დაასაქმოს ბჭყალებში, როგორ უნდა დაასაქმოს, ისე სადღაც უნდა იომოს. ამიტომ ეს პრობლემა არის გადასაჭრელი ახლა და ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას უკრაინაში, სანამ უკრაინელები იბრძვიან, სანამ უკრაინელები არ ითხოვენ არავის სისხლს, ისინი იცავენ საკუთარ ქვეყანას, ერთადერთი რა დახმარება ჭირდებათ, ეს არის შეიარაღება, ეს არის ფინანსური დახმარება, ეს არის პოლიტიკური დახმარება. ხო, აი დონალდ ტუსკის სიტყვები, ფული დღეს ან სისხლი, ხო, ზუსტად გამოხატავს რა უნდა გააკეთოს ახლა ევროკავშირი. კი, ეს შეიძლება არ იყოს პოლონეთი, ეს შეიძლება არ იყოს კონკრეტულად ევროკავშირის ქვეყანა და მე არ ვჯერე რომ პუტინი გაბედავს ნატოს ქვეყანაზე თავდასხმას, მაგრამ ეს
ხალხი, ეს მილიონიანი არმია, რომელიც კაცის კლასს არის შეჩეული და მეტი არაფერი არ იცის, სადღაც კიდე ერთხელ უნდა დასაქმდეს. ეს სად იქნება, არავინ არ იცის, მაგრამ ეს არ მორჩება ამით. მით უმეტეს დაჯილდოება აგრესორის მარტო მისთვის კი არ არის ცუდი მაგალითი. სხვაებისთვისაც არის ცუდი მაგალითი, იმიტომ რომ სოფლიოში არის უამრავი პუტინისნაირი ზოგი პატარა, ზოგი დიდი დიქტატორი, რომლებსაც თვალი უჭირავთ ზოგს მეზობლის ტერიტორიაზე, ზოგს ოკეანის გაღმა ტერიტორიაზე. ამ ხალხს თუ ექნება მაგალითი, რომ აგრესორი კი არ დაისაჯა, პირიქით დაჯილდოვდა, ამ ხალხს მეტი мотиваცია ექნება, რომ საკუთარ სამეზობლოში არისო ჯერ სიტუაცია და მე მთელ მსოფლიოში. მოკლედ ეს სისტემა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მერე ჩამოყალიბდა, თუ შეიცვალა ძალის გამოყენებით და ამაზე პასუხი არ მოეთხოვა აგრესორს, ეს გამოიწვევს ისეთ ჯაჭვურ რეაქციას, რომ წარმოდგენა ახლა ამ წუთას შეუძლებელია იწინასწარმეტყველო, რა იქნება 10 წლის მერე და როგორ სამყაროში ვიცხოვრობ. შეიძლება ბნელი შუა საუკუნეები როგორც იყო, ისეთი შუა საუკუნეები ბნელი მომავალი დადგეს ბევრი ათეული წლით. ამიტომ ეს პრობლემა რომ მოგვარდეს, აი ბებერი დიქტატორების გასართობი რო გახდა ომი, ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს იქ, სადაც ადამიანებს აქვს სურვილი საკუთარი თავისუფლებისთვის იბრძოლონ პირველ რიგში და მერე იბრძოლონ მთელი ცივილიზებული სამყაროს თავისუფლებისთვის. და ამის ბევრს არ ითხოვენ. რა ტრაექტორი წავა ეს პროცესები, ამას გადაწყვეტ სხვათა შორის მათ შორის დღევანდელი შეხვედრაც ახლა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და ნახოთ რომელ ვერსიას აირჩევენ ევროპის. გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ ფული მოუწევთ რომ გადაიხადონ საკუთარ უსაფრთხოებაში. ისინი უკრაინელების უსაფრთხოებაში კი არ იხდიან ფულს. საკუთარ უსაფრთხოებაში იხდიან პირველ რიგში. რა თქმა უნდა, აქ მორალური ფაქტორიც არის, რომ მსხვერპლს უნდა დაეხმარო და აგრესიის მსხვერპლს უნდა დაეხმარო, მაგრამ პირველ რიგში რაშიც ეს ხალხი ფულს იხდის, ეს არის პრაგმატიზმში, იმისთვის რომ მართლა საკუთარ ჯარისკაცებს, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს არ მოუწიოთ ომში და უბედურებაში წასვლა. ამაში ფული უნდა გადაიხადო. მათ შორის ის ქვეყნებიც, რომლებიც ახლა ბევრს ლაპარაკობენ, რომ თურმე როგორ წინააღმდეგები არიან და ერთ-ერთზე საუბრობდა თამარი, ხო? აი ეს ხალხი ამ ომზე ცუდი ნათქვამია, მაგრამ ფულს აკეთებს. ის ქვეყანა, მაგალითად სლოვაკეთი, ძალიან ბევრ იარაღს ყიდის უკრაინაზე. და ეხლა როცა ლაპარაკობს ფიცო რომ თურმე ის როგორ წინააღმდეგია ამ ყველაფრის, არაფერი წინააღმდეგი არ არის, უბრალოდ ვაჭრობს. იმიტომ რომ უნდა გამოივაჭროს უკეთესი კონტრაქტები, იმიტომ რომ იგივე მაგალითად სლოვაკეთი, სერბეთი მათ შორის, რომელიც რუსეთის დიდი მეგობრად მოაქვს, ხო თავი და პუტინიც ამბობს რომ უჩიჩი მის მეგობარია. სინამდვილეში სერბეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეიარაღების მიწოდებელია უკრაინისთვის. და ამას უფასოდ კი არ აკეთებს. ამაში ფულს იღებს ის. ამიტომ ჯერ ერთი საკუთარი ქვეყნებისთვისაც ჭირდებათ, იმიტომ რომ სლოვაკეთისთვის ეს შემოსავალი არ არის პატარა შემოსავალი. სლოვაკეთი არ არის დიდი ქვეყანა და მისთვის ეს კონტრაქტები არის ძალიან მნიშვნელოვანი. და მართლა ამ ალტრუიზმით კი არ აკეთებენ ამას. ახლა რო გამოდის საჯაროდ და რაღაც დიდი წუხილით ლაპარაკობს თურმე ევროპელებს როგორ უნდათ ომი, პირველ რიგში საკუთარ ქვეყანაში თვითონ ახლა ცოტა ხნის წინ უკრაინელებს ეხვეწებოდა, რომ საარტილერიო დანადგარები ეყიდათ ახალი. უბრალოდ უკრაინელებს აღარ ჭირდებათ თვითონ აწარმოებენ იმ თვითმფრინავალ საარტილერიო დანადგარებს და სლოვაკეთიდან შესყიდვა აღარ ჭირდებათ, მაგრამ ჭირდებათ საარტილერიო ჭურვები, სხვა ამუნიცია, რომელსაც სლოვაკეთი სიამოვნებით ყიდის. და ამაზე პრობლემა არ აქვს. უბრალოდ საჯაროდ პოზიციონირებს ისე პოპულისტურად, თითქოს ამის დიდი წინააღმდეგია. უბრალოდ ცდილობს ახლა რომ იქ შეხვედრებზე რაღაც ზედმეტი გამოივაჭროს. საბოლოოდ მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპელები მიიღებენ გადაწყვეტილებას და დაფინანსება იქნება, უბრალოდ გამიხარდებოდა რომ ამაზე ამდენი წვალება არ იყოს საჭირო და ეს გადაწყვეტილებები ბევრად ადრე მიიღოთ და ბევრად სწრაფად. და ამ პერიოდში შეიძლება ომი დამთავრებულიც ყოფილიყო. კი, ძალიან საინტერესო რამ ახსენეთ და ზუსტად მათ შორის მაგალითად შეიარაღების თუ ეკონომიკის ნაწილში ჩვენ შევადარებთ რუსეთისა და უკრაინის რესურსებს გადაცემის მეორე ნაწილში შეიარაღების ექსპერტი სპეციალისტი გიგა ინაშვილი იქნება ჩვენთან სტუდიაში, ასევე რეალ პოლიტიკას რედაქტორი აკა ზარქუა, ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი პოლიტოლოგი გიორგი მელაშვილი. გადაცემის მეორე ნაწილში სწორედ უკრაინას დავუთმობთ აქცენტს და მანამდე გეტყვით კიდევ ერთ ახალ ამბავს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ისრაელის წინააღმდეგ ქმედებებისთვის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორი მოსამართლე დაასანქცირა და მათ შორის ერთი არის ქართველი გოჩა ლორთქიფანიძე. თუ იქნება სიახლე ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გადაცემის მსვლელობისას განვაახლებთ ბუნებრივია ინფორმაციას და მანამდე დაუბრუნდეთ ახლა ბრიუსელს, სადაც ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული გზავნილები, მათ შორის საქართველოს კონტექსტშიც
პირდაპირ უთხრეს ქართულ ოცნებას, რომ მათ როგორც პარტნიორებს არ აღიქვამენ, კაია კალასმა თქვა ასეთი ფრაზა, ჩვენ მხარს უჭერთ ქართულ ხალხს, მაგრამ ჩვენ მხარს არ უჭერთ საქართველოს მთავრობას. რას ამბობს ეს გამოხმაურება? მოდით ვკითხოთ ფედერალისტების წარმომადგენელს ნინო თოდრიას. მოგესალმებით, საკმაოდ კარგი განცხადებაა ქართული ხალხისთვის, იმიტომ რომ რეალურად ქართულ ხალხს არ წარმოადგენს არსებული რეჟიმი, იმიტომ რომ ის როგორც BBC-ს გამოძიება მაჩვენა რეალურად ქართული ოცნება წირავს ქართულ მოსახლეობას ქრონიკული დაავადებებისთვის და ამავდროულად სასიკვდილოდ იმეტებს კიდეც მათ ჩვენ ვნახეთ წინა გაგასულ ზამთარს, რაც მოხდა რეალურად 540 ადამიანი იყო ნაცემი, სულ მცირე რაც სტატისტიკის მიხედვით ამოკრიბეთ პოსტერების გამოძიება, არც ერთი გამოძიება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მათ შორის იყვნენ ჟურნალისტები, თქვენი ფოტოც მაქვს მოტანილი. ძალიან სამწუხაროდ. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს აქციაზე გამოდიან, ისინი ითხოვენ თავისუფლებას. თქვენ ალექსი თირქიას ბანერი გაქვთ, ხათაშორის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაშავებულია ამ აქციების დროს და ეს პროპაგანდა, სამთავრობო პროპაგანდა ახლა რაღაც გაუგებარი მეთოდებით აშავებს მას და ცდილობს რაღაცნაირად, არ ვიცი, ვიტყვი ამ სიტყვას, დაასცინოს ამ ადამიანს, რომელიც ძალიან დაშავდა ამ აქციებზე. ესეც აჩვენებს ქართული ოცნების სახეს. ეს არ არის ახალი, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, ეს არის მისი პროპაგანდის ნაწილი და ყოველთვის ასე იქცევა დაზარალებული ადამიანების მიმართაც კი. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქართული საზოგადოება, რომელიც დღეს ქუჩაში დგას, რომელიც დღეს აპროტესტებს სხვადასხვა გზით, ის მყარად დგას თავის პოზიციაზე და მას აქვს მოლოდინი იმის, რომ აუცილებლად დაამარცხებს რუსულ რეჟიმს. ჩვენი მთავარი ამოცანა ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომლებიც ევროკავშირში არიან და რომლებიც მნიშვნელოვანი განცხადებებს აკეთებენ, არის ის, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ პროტესტში ჯერ ჩართული არ არიან, მაგრამ მომავალში აუცილებლად ჩაერთვებიან, ამ ადამიანების ჩართვა მაქსიმალურად სწრაფად უნდა განვახორციელოთ ჩვენი ადამიანებმა, რომლებმაც უკვე დავინახეთ ჩვენი არსებული ხელისუფლების ნამდვილი სახე. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ევროკავშირში გაკეთებული განცხადებებით ჩვენს ხელისუფლებას ვერ შევცვლით. მნიშვნელოვანია ქმედება, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ უნდა განახორციელოს, მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა ჩაერთოს პროტესტში და მაქსიმალურად ბევრი ადამიანს უნდა მივაწვდინოთ ხმა იმ შესახებ, რომ არსებული რეჟიმი არის რუსული, ის მოქმედებს ისე როგორც იმოქმედებდა რუსული ქვედანაყოფი საკუთარ ქვეყანაში და მას სურს რა ერთი მიზანი აქვს მხოლოდ საქართველოს გახადოს რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფი ქვეყანა, რომელსაც გამოიყენებს როგორც გამოიყენებს როგორც მის დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფოს და საქართველოს იქნება ერთის მხრივ მისი რაღაც უკანა ბოსტანი, უკანა ბაღი, რომელსაც არანაირი ფუნქცია არ ექნება და ჩვენ წავაგვართმევს ჩვენს იდენტობას, ჩვენს ეროვნულობას, რომელიც გვაქვს და რომელსაც ასე იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები. ხო, ჩვენ ქართული ოცნების სპიკერება პირდაპირ გვითხრეს, საქართველოს ბედი თურმე აშხაბადში წყდება პუტინის გვერდით. ეს ყველაფერს ამბობს პაპუნა ედილაშვილს ვკითხავ, თქვენთვის რას ნიშნავს თუნდაც ეს გზავნილი, რომ თურმე აშხაბადია ახლა მნიშვნელოვანი და გაგრძელებას რას ელოდებით ამ ყველაფრის? უკვე გაკეთდა მინიშნებები, შესაძლოა იყოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ რაღაც ნაბიჯები. უკვე ამ ეტაპზეც კი. მოგესალმებით პირველ რიგში. ქართული ოცნება არ წყვეტს ჩვენს საკვირვებას. მიუხედავად იმისა, რომ არ ყოფილა სიურპრიზი კობახიძის და პუტინის ერთად დანახვა ერთ კადრში, იმიტომ რომ ამას ახალი არაფერი დაუმტკიცებია, მაინც უბრალოდ შეუწყობელია ქართული ხალხის თვალში მინიმუმ იმ გმირებისთვის, რომლებსაც სისხლი დაგვარის ამ ქვეყნისთვის და მგონი რომ ქართულმა ხალხმა დიდი ხნის წინ გაკეთა არჩევანი, რომ არ უნდა ესეთ პოლიტიკაში ჩართვა. ჩვენი არჩევანი არის დასავლეთი და ევროპა და არა აშხაბადი, რუსეთი, ბელორუსია და ასე შემდეგ. ჩვენი ბედი უნდა გადაწყვეტოთ ჩვენ თვითონ, მე მგონი. უნდა შევთანხმდეთ საზოგადოება იმაზე, რომ ჩვენ ყავს პარტნიორები და ჩვენ ყავს მტრები. ძალიან მარტივი ფორმულა არის ეს, რომ დასავლეთი ჩვენი მეგობარი, რუსეთი არის ჩვენი მტერი. შეიძლება დიპლომატიური ურთიერთობა გქონდეს ნებისმიერ სახელმწიფოსთან, თუ კი აქეთ რაღაც მოგაქვს, მაგრამ არა ისე თავდახრივად, არა ისე მარტო, როგორ მარტო ირაკლი კობახიძე შეხვედრების დარბაზში იდგა, მე მგონი, ხო? მნიშვნელოვანი უნდა იყოს ჩვენთვის ჩვენი როგორც ერის განვითარება. შეიძლება ჩვენ და ევროპის სახელმწიფოებს გქონდეს ერთი მიზანი და არაფერია ცუდი იმაში, თუ ჩვენ საერთო ძალისხმევით რაღაცას გავაკეთებთ. მაგრამ შეუძლებელია, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ჩვენ და რუსეთს გქონდეს ერთი და იგივე მიზანი და როგორ შეიძლება ესეთი პოლიტიკით საუბარი იყოს თუნდაც დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე, თუნდაც რაიმე ურთიერთობის ნორმალიზებაზე, რომლებიც რაღაცას მოიტანს რეალურად და ჩვენს კეთილდღეობას გაუმჯობესებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ
პროპაგანდა ცდილობს ამის შეფუთას, ისე თქოს ეს არის ჩვენი ქართული ხალხის არჩევანი. თქოს 55% ირჩევს ამას და მნიშვნელოვანია დავიწყოთ საუბარი იმაზე, რომ ეს 55% არ არის რეალური და არ წარმოადგენს ქართული ხალხის რეალურ არჩევანს. ეხლა ძალიან მალე გამოვლენ ოპოზიციური პოლიტიკოსები ციხეებიდან და იმედი მაქვს, რომ სწორი მიმართულება მიეცემა ამ პროცესებს. გაიხსნება სხვადასხვა ეთერები, ვიცი რომ აქაც ქონიათ სურვილი ქართულოსების წარუმატებლები მოგეწვიათ, მაგრამ საკუთარი სტრატეგიული კომუნიკაციიდან გამომდინარე და პროპაგანდისტული კომუნიკაციიდან გამომდინარე უარს იძახიან, მაგრამ საჭირო ვიპოვოთ პლატფორმები, სადაც გავესაუბრებით ამ ადამიანებს და საკუთარი ამომრჩევლის თვალში, რომელიც არ არის 30%-ზე მეტი და უფრო იკლებს ჩემი აზრით და ღრმად წავს ამისი, მაგათივე თვალში დავანახებთ საით არის სიკეთე, საით არის ბოროტება, საით არის სიმართლე და საით არის ტყუილი. შეუძლებელია ადამიანს გულწრფელად მოწოდეს ის, რომ სხვა ადამიანებს უშლიან ტროტუარზე პროტესტს. ამ დონემდე დავიდა ყველაფერი. შეუძლია ადამიანს, მაგრამ ესეც მათ სისუსტეს აჩვენებს. თან ამბობენ 30 აკაცუკიო და თან ტროტუარზე დგომას. ყოველდღე ახალ კანონები შემოდის ამ 30 აკაცუკის შესავიწროებლად და შესაჩერებლად, მაგრამ რაც უფრო მეტს აკეთებენ, გარეთ გამოდის მეტი ხალხი. ეს არ ვიცი, ეს ატო ვერ ისწავლეს. გონი ჩვენც მივხვდით მაგას, რომ რაც უფრო მეტად აჩაგრავენ ჩვენ გვერდით დგომს, უფრო და უფრო ძლიერად ვიბრძოლებთ. ძალიან მარტივი ფორმულა არის და ესე მუშაობდა პროტესტი ბოლოს 3 წელი მინიმუმ, რაც მე მახსოვს ასევე ამ პროცესებში ჩართული ვარ. არა მხოლოდ ისტორიულად ასეთია გამოსწორება, გასაჭირში ერთიანობის საოცარი უნარი გვაქვს და იმედი მაქვს ასე გავაგრძელებთ. ასახსნელია მაგალითად ისიც, რომ ეს განათლების რეფორმა მხოლოდ მიემართება გარკვეულწილად დიქტატის შეტანა საჯარო უნივერსიტეტებში და მხოლოდ არსებული სტატუს ქვოს შენარჩუნებას. ასახსნელია ბევრი ის კანონი, შესაძლებელია ბევრი ის კანონი საზოგადოებისთვის, რომელიც ერთ შეხედვით შეიძლება კარგი იყოს, როგორც მაგალითად უფასო სწავლა, მაგრამ მეორე მხრივ რამდენი რისკის გამომწვევია, რამდენად აძლიერებს არსებული ხელისუფლების ძალაუფლებას და რამდენად რისკის შემცველი შეიძლება იყოს ჩვენი საგარეო საშინაო პოლიტიკაში. იმედი მაქვს, რომ პოლიტიკას მეცემა ეს სახე და პოლიტიკა რაღაც მომენტში პოლიტიკოსები აქტივისტურ საქმეებს ჩამოცილდებიან, აქტივისტები გააკეთებენ ამ საქმეს და პოლიტიკოსები გააკეთებენ ამ საქმეს. და თქვენ ამას ძალიან კარგად აკეთებთ სხვა შორის, თქვენი პარტია სართული, მე პირადად თქვენი მაყურებელი ვარ სოციალურ ქსელებში, ყოველთვის ველოდები ახალ ვიდეოს, იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან მოკლე ინფორმაციულია და მარტივია, მარტივად გასაგებად, მარტივად ხსნით ყველაფერს და გარდა ამისა მოსახლეობას ხვდებით და აი მე რა ქართველიშვილსაც ვკითხავ, ხუთშაბათობით თქვენ ხალხთან თავშეყრის ადგილებში მიდიხართ სოციალური დემოკრატიისთვის მოძრაობა და ეკითხებით აზრს ამა თუ იმ აქტუალურ პრობლემებზე თუ საკითხებზე და დღესაც იყავით ალბათ ხო აი რაზეც საუბრობდა ახლა პაპუნა ასახსნელია მოსახლეობისთვის რასთან გვაქვს საქმე განათლება იქნება ეს თუ საერთაშორისო ურთიერთობები რა ხდება რამდენად არის რეაქცია ადეკვატური თქვენი გამოცდილება რა საჭიროა აი დღესაც ვიყავით თბილისში ეს გაზეთების დარიგება მოსახლეობასთან საუბარი ასევე ვიყავით ბალდაში ჩვენი წევრები იყვნენ ბალდაში იცით რომ დედები ქართენებენ კარავში უკვე ორ კვირაზე მეტია და არანაირი გამოხმაურება სახელმწიფოს მხრიდან არ არის და ასევე მარტულში დავარიგეთ გაზეთები დღეს სწორედ ხო სხვა შეიძლება ბალდა ახსენეთ და მე ორშაბათს ზუგდიდში ვიყავი სადაც იქ სამხარეო ადმინისტრაციასთან მქონდა გამოსვლა სიტყვით სპიკერებს იწვევენ სხვადასხვა დღეს და იქ იყვნენ მოსული ბალდადან მოქალაქეები რომლებსაც გუბერნატორთან სურდათ შეხვედრა და კარი არ გაუღეს ეს ადამიანები გარეთ გამოყარეს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და არავინ მათ არ მოусმინა ეს ის ინფორმაციისთვის რაც საკუთარი თვალით ნახეს ზუგდიდში აი ახლახან ორშაბათს კი ბატონო და აი როცა ამაზე ვლაპარაკობთ ხოლმე და უცნობა ძალიან უყვარს ხოლმე რომ თქვას რომ თითქოს დემოკრატია თავს მოხვეულია დასავლეთის მხრიდან საქართველოში და არა აბსოლუტურად ეს აბსურდია რასაც ახლა უცნება აკეთებს ხო ვიცით რომ დემოკრატია ძალიან ქართულიც არის მათ შორის და არ შეიძლება რომ ეს თავს მოხვეული იყოს და გვაქვს ამის ტრადიცია პირველ რესპუბლიკაში და უბრალოდ აი რაც პირველ ნაწილში ვისაუბრეთ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია რომ აღვნიშნოთ აი რამხელა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო წესრიგი როგორი იქნება სამყაროში და რაღაც უხარიათ ხოლმე მათ შორის ოცნების მივდევრებს თუ ოცნებას თვითონ რომ აი ხო ამბობდით რომ მულტიპოლარული ხდება სამყარო აი ხო ხედავთ რომ ესეთი ძალაზე ორიენტირებული ხდება ჩვენც ვაკვირდებით ამ წლების განმავლობაში რომ ეს ისედაც მოყანყალებული საერთაშორისო წესრიგი სადაც დიდი ყოველთვის ჩაგრავდა პატარას მაგრამ რაღაცა წესები არსებობდა ელემენტარული მთლიანად ირღვევა ამ მოცემულობაში და ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირში ამ შემთხვევაში უკრაინას
უკრაინასთან დაკავშირებით გაწყვეტილებას მიიღებს, გაწყვეტილებას მიიღებს ზოგადად გაფართოებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ავტორიტარულ ტენდენციებს მთლიანად სოფლიოში ყველა ერთად ვაკვირდებით და ორმაგ სტანდარტებს, იგივე ჰააგას სასამართლოს დაკავშირებით იქნება ეს რაღაცა პუტინის დაკავების ორდერი კაია, მაგრამ ერთად ნიახოს დაკავების ორდერი ცუდია, სხვადასხვა მიმართულებით რაც ხდება ხოლმე და ეს დამოკიდებულებები ცხადია გვაზიანებს და უნდა ვიცოდეთ რომ საქართველოსთვის აი ზალაზე დაფუძნებული პოლიტიკა საბოლოოდ შედგა ეგზისტენციალურ საფრთხის წინაშე აღმოჩნდებით, ვინაიდან ყოველთვის აი ეს არანაირი საერთაშორისო წესრიგი თუ არ არსებობს, ჩვენ ვიცით რომ ძალიან დიდი რისკის წინაშე ვიქნებით ჩვენ და სწორედ ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ჩვენ საქართველოს პოზიცია უნდა იყოს სწორედ და ადვოკატირება უნდა იყოს აი ეს რომ საერთაშორისო წესრიგი ის სადაც არ დაჩაგრავს დიდი პატარა, სადაც იქნება წესები ესეთი სამყაროს წევრები უნდა ვიყოთ და არა ის რომ აი ხო ხედავ დიდი ერევა პატარა და ჩვენ რაღაცა ეს პოზიცია უნდა ავირჩიოთ. და ამას საუბრობთ რა თქმა უნდა ჩვენ მოსახლეობასთან როცა გავდივართ სახელდება უამრავი პრობლემა მათ შორის რაღაცა ეკონომიკური, სოციალური და არ უნდა დაგვაუწყდეს რომ დემოკრატიული პრობლემები ძალიან დიდი გამოწვევაა დღეს როცა ციხეებს ხედავთ რომ ივსება, როცა ხედავთ სასამართლო სულ უფრო მეტ და მეტ ადამიანს ეხება, ეს ხადია საქართველოს მოსახლეობა ამას გრძნობს და ეხლაც როცა ვაკვირდებით რომ ელემენტარული გაწყვეტილება ხო ჰესებთან დაკავშირებით კომპანიებს მილიარდ ლარზე მეტ აჭრიან და საქართველოს მოსახლეობა დენის ტარიფს უზრდიან და ეს დამოკიდებულება ქართული ოცნების თითქოს რაღაცას აბალანსით რაღაც აკეთებს, ხედავთ რომ ირღვევა როგორც წესი ამ მიმართულებით და საქართველოს მოსახლეობასთან მნიშვნელოვანია რომ აი ეს მე უბრალოდ არ მგონია რომ აი პირდაპირ ესე რომ ვთქვათ რომ აი ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ესე რაღაც დავალებებს იღებს. შეიძლება გაგაცნო შემთხვევაში რუსეთიდან იღებს დავალებებს, მაგრამ აი მაგის რაღაცებს შვება. ხო ეხა ჰააგაშიც ხარი რომ დაუჭირა თანასპონსორობას, რაღაც უკრაინის ზიანის თანასპონსორობას, რაღაცებს ისეც აკეთებს, რომ ცდილობს რაღაც ლავირებას, რომელიც რა თქმა უნდა მგონია რომ რაღაც აბსურდულია, მაგრამ ჩვენ უნდა ერთი რაც შეიძლება ჰააგა ახსენეთ და ეს გადაწყვეტილება საინტერესოა, როგორ იქნება ახსნილი ლევანის მხრიდან. ლევან რასთან გვაქვს საქმე, ხო ერთი მხრივ რაღაცა აშხაბადია თურმე მთავარი, სადაც ჩვენი ბედი იწყდება და თან ჰააგაში უკრაინის ფარდამჭერ გადაწყვეტილებას იღებენ. არაერთი ახსნა მოვისმინეთ დღის განმავლობაში და სხვა შეს ვერცერთს ვერ დავეთანხმებათ თქვენი აზრით. ჩემი აზრით მან მარტივი ამბავია. უბრალოდ პიარულად უნდათ რომ ვიღაცების გვერდით ჩაანდენ. რომ აი ნახეთ თურმე გვაღიარებენ, თურმე ვიღაცები ხელს გვართმევენ. მეტი მიზანი მაგას არა აქვს. მე არ მჯერა რომ რაღაცა ყურში უზის პუტინი ივანიშვილს და ყველა გადაწყვეტილებაზე მითითებებს აძლევენ. არა, უბრალოდ მისთვის ეს არაფერი არ დაჯდა. იქ რაღაცა ხელმოწერა, მისთვის არ არის არაფერი. ხო, ამას რატიფიცირება მოყვება და გასაგებია რომ რატიფიცირება მოყვება, მაგრამ იქაც ხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს, მხოლოდ ეს არ არის ხელმოწერა, ჩვენი ხელმოწერა არაფერს არ წყვეტს იქ ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ამიტომ მისთვის ეს არ დაჯდა არაფერი, სამაგიეროდ მაკა ბოჭორიშვილს სურათები აქვს გადაღებული ვიღაცებთან და ისინი თან ჟურნალისტები გაუშვეს, ხო? პროპაგანდისტი ჟურნალისტები იქ რომ ილაპარაკონ რომ ესენი კი ლაპარაკობენ ვიღაცა აკაცუკები რომ თურმე ჩვენ არავინ არ ხვდება და ლეგიტიმაციის პრობლემა გვაქვს, მაგრამ ნახეთ, ლეგიტიმაციის პრობლემა არ გვაქვს. ამისთვის კეთდება ასეთი რაღაცეები. თორე განა იმისთვის რომ რაღაც სანქციებს ისჩინე, სანქციებთან ეს კავშირში არ არის. ამაზე ხელმოწერა ვერავის ვერ დაიცავს სანქციებისგან, მით უმეტეს ის რა ბრალდებაც აქვს მათ ბოლოს აყენებულ ქიმიურ მოწამვლას ეს თუ მათ დაუდასტურდათ ვერანაირი ხელმოწერა დოკუმენტზე მათ ამისგან ვერ დაიცავს ამიტომ ამისთვის არ აკეთებენ აკეთებენ პიარისთვის უბრალოდ რაღაცა მინდა რომ თქვა ევროკავშირზე ვლაპარაკობთ ხო და საქართველოს ევროკავშირში ყოფნას სინამდვილეში ევროკავშირი კი არ არის ჩვენი რა იდეა ფიქსი თქვენი ჩემი ადამიანებს ზოგადად უნდათ კარგად ცხოვრება თქვენს მეც ყველას საქართველოშიც ინდოეთშიც ამერიკაშიც დედამიწაზე ცხოვრობს 8 მილიარდი ადამიანი. კარგად ცხოვრობს ძალიან ცოტა. დაახლოებით 12-15%. და ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ამ კარგად ცხოვრებებში ვიყოთ. 12%-ში ვიყოთ დედამიწის მოსახლეობის. და სამი ამბავია, ერთი თქვენ ახსენეთ, ჰესების ამბავი, ხო? ჰესების კი არა, ბოდიში, დენის გაძვირების ამბავი. რა ხდება? საქართველოში რა ხდება ამ დროს? ერთის მხრივ მილიარდს აჭრიან ენერგოკომპანიებს და მოსახლეობას უძირებენ გადასახადებს. მეორე ამბავი 300 ლარის ბოტასი რო იყიდოთ თქვენ, უნდა გადაიხადოთ 55 ლარი ბიუჯეტში და ამ დროს კანონი მიიღეს აგერ რამდენიმე დღის წინ, როცა ოქროს ზოდები შეუძლია ჩემოიტანონ და ერთი თეთრი არ გადაიხადონ ბიუჯეტში და მესამე ამბავი, კერძო უნივერსიტეტებში შანსი მოუსპეს ახალგაზრდებს, რომ უფასოდ ისწავლონ, ან ყოველ შემთხვევაში ნაწილობრივი დაფინანსებით და ჩვენ ვიცით, რომ კერძო უნივერსიტეტები არიან საუკეთესო უნივერსიტეტები საქართველოში, 100 არის ამ წუთას. ოღონდ ერთი გამონაკლისით. ივანიშვილის კერძო უნივერსიტეტს ექნება იმის საშუალება, რომ ბიუჯეტიდან ფული მიიღოს.
ესეთი რაღაცები ევროკავშირში არ ხდება. იმიტომ კი არა ებრძვიან ევროკავშირს, რომ კაცებს ათხოვებენ იქ. იმიტომ არ უნდათ იქ ყოფნა, რომ ისეთი რაღაცები რაც ახლა მოვყევი, ეს სამი ამბავი, რაც ბოლო ერთი კვირის ამბავი, სხვაზე არ ვლაპარაკობ. იქ არ ხდება. იმიტომ ცხოვრობს ის ხალხი კარგად და ჩვენც იმიტომ გვინდა იქ, რომ კარგად ცხოვრება გვინდა. და აი ამ კარგად ცხოვრება თუ გვინდა, მან არჩევანი ასე არის. ან ივანიშვილი და მისი ბანდა ცხოვრობს კარგად, ან დანარჩენი მოსახლეობა ცხოვრობს კარგად. და კარგად ცხოვრების შანსი გვექნება მხოლოდ მაშინ, როცა აი ესეთ რაღაცები, რაც მოვყევი, ბოლო ერთი კვირის ამბავი, აღარ მოხდება. არა თუ ივანიშვილი ვერ გააკეთებს ამას. ამ ქვეყანაში რომ ამ თავრობაც არ უნდა მოვიდეს, ამას ვერ გააკეთებს. და ამას ვერ გააკეთებს იმ შემთხვევაში, თუ იქნებით იქ, იმიტომ რომ ის არის წესებზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რო გვეუბნებიან ახლა რომ თურმე რაღაც დირექტივებს აძლევენ. დირექტივებს კი არ აძლევენ. ისინი გეუბნებიან მარტივ რაღაცას. ჩვენ გვაქვს კლუბი. დახურული კლუბია, იქ ყველას კი არ იღებენ. ძალიან ცოტას იღებენ. გინდათ ჩვენთან ერთად ყოფნა, კარგად ცხოვრება, აი ეს წესები არის დასაწყისი. ჩვენ გამოვთქვით სულ, რომ კარგად გვეცხოვ. არ გინდათ, კარგად იყავით, კაცო, კი არ გეხვეწებით. ივანიშვილს გონია რომ ვიღაცა მას შეეხვეწება, იმიტომ რომ რაღაცა გონია რომ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სამყაროში. ასე არ არის. არავინ არ შეგვეხვეწება, ჩვენ თუ არ მოვინდომებთ კარგად ცხოვრებას. ჩვენ მონდომობაზეა ეს დამოკიდებული და ჩვენ თუ მოვინდომებთ, ისეთი რაღაცები რაც ჩამოვთვალე, იქ ვერ მოხდება, იმიტომ რომ იქ წესებზე დაფუძნებული. ხო, აი თქვენ ახსენეთ ივანიშვილს გონია რომ აი ჩვენი თუნდაც გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა ძალიან ბევრს ნიშნავს ვიღაცისთვის. აი ახლა ხან ფაშინიანმა არ გამორიცხა რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ტრანზიტისთვის საქართველოს ალტერნატივა იპოვონ, ხო? ამაზე უკვე ძალიან ღიად საუბრობენ კი არა და კონკრეტული ნაბიჯები გაიგრა და ესეც სამწუხაროდ ამ პერსპექტივასაც გვაკარგინეს. ცხადია, ან ნახეთ რა ხდება ჩვენ რეგიონში ხდება ტექტონიკური ცვლილება ხდება. 10 წლეულობის ომი და დაპირისპირება თავდება ჩვენ თვალწინ. და ჩვენ ვართ კავკასიის ცენტრი. ჩვენ გარეშე ბევრი რაღაცა შეიძლება ვერ მოხდეს, ან ძალიან გართულდეს. ჩვენ გვაქვს ბუნებრივი შანსი, რომ ამ მატარებელს, რომელიც ამ რეგიონში დგას, მათ შორის ამერიკის მხრიდან, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობას ამყარებს, ამ წუთას ამერიკაც და ევროკავშირიც, იმიტომ რომ ეს რეგიონი მნიშვნელოვანია. არა ერთადერთი და უალტერნატივო, მაგრამ მნიშვნელოვანი. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ჩართული ამ ამბავში და ბევრი ბენეფიტი მივიღოთ. ანუ ჩვენ მეტი ფული გქონდეს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს. მაგრამ ივანიშვილს რა ურჩევნია, იცით? საკუთარი ფულით ოქროზოდები იყიდოს და აქ დაასაწყობოს, იმიტომ რომ მისმა შვილმა თვითონ მისმა საახლობლო წრემი ცხოვრობს კარგად და დანარჩენები როგორ ვიცხოვროთ, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ის რომ აღარ იქნება ამ ქვეყნად და ოდესღაც არავინ აღარ ვიქნებით ხო ამ ქვეყნად. მისთვის სულ ერთია და მერე რა მოხდება სამყაროში. მას გონია რომ 150 წელი იცხოვროს, მაგრამ ოდესღაც ხო მოკვდება ყველა. მისთვის მერე სამყარო აღარ არსებობს და აღარ აქვს მნიშვნელობა რა იქნება და ჩვენთვის ნორმალური ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია რომ ჩვენი შვილები, ჩვენი შვილთა შვილები კარგად ცხოვრობდნენ. ამის შანსს არ გვაძლევს ეს ადამიანი და მათ შორის არ გვაძლევს იმით, რომ ახლა გონია რომ რაღაცა პატარა რაღაცა თავით ტრიუკებს რო ატარებს, ხო, როგორც თავმობ და ტრიუკს თუ ჩაატარებს, ამ წუთას შეიძლება მოგება ნახოს, იმიტომ რომ ვიღაცას შენს იქეთ გზა არ აქვს ამ წუთას და ტარიფებით ფული იშოვოს, ცოტა მეტი დარჩება. კაცი, რომელიც საკუთარ უნივერსიტეტში ფულს არ იხდეს, რამდენიმე მილიონს და სახელმწიფოს ახდევინებს ახლა და დაანჩენებს ამას უკრძალავს. ხვდებით, ანუ მილიარდები აქვს ტიპს და 2-3 მილიონზე მელოჩნიკი, რასაც ქვია რუსული ტერმინი რო გამოვიყო, აი ეგეთი კაცია. და ეგეთი კაცი რომ არის ზუსტად მაგიტო რაღაცა ეხა პატარა ტარიფიდან იქ ცოტას მოვტეხავ, აქეთ ცოტას მოვტეხავ, მე კარგად ვიქნებ და მე საქართველოს ადაემართება. მისთვის აბსოლუტურად სულ ერთია. კი, ასეთ ტრუკებში ვართ 13 წელია და ნუ ფაქტია რომ ღირებულებები, რაც მართლა ღირებულებებია ევროპული, ახლა რაღაცნაირად ისე შემოაბრუნეს თითქოს მანკიერებებია და თავს გვახვევენ რაღაცას და როცა მიმდინარეობს მსჯელობა მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზეც და თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ამით, რა ვიცი, ისევ ჩვენ შეგვეზღუდება ჩვენი გადაადგილების უფლება, ამასაც გამოიყენებენ ახლა ევროკავშირზე დასაგეშად, ხალხის დასაგეშად. ნინო, მაინტერესებს თქვენი პოზიცია, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ზოგადად, როცა საუბრობთ რეაგირებაზე ევროკავშირის მხრიდან, ეს იქნება სანქციები თუ სხვადასხვა სადამსჯელო მექანიზმები. კი ბატონო, ნახეთ რა არის ევროკავშირი საქართველოს, იმიტომ კი არ ჭირდება რომ ევროკავშირის წესები და პირობები არის აუცილებლობა, რომელიც უნდა დავიცვათ. ჩვენ ევროკავშირი გვჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ ვიყოთ უსაფრთხოდ, ჩვენ ვიყოთ განვითარებადი ქვეყანა, რომელიც მიაღწევს იმ მაქსიმუმს, რასაც უნდა რომ მიაღწიოს ქართველმა ხალხმა. ჩვენ ევროკავშირი გვჭირდება იმისთვის, რომ ყველა ადამიანი როცა აქვს საკუთარი პროფესია, განვითარება პოვოს საკუთარ ქვეყანაში და სხვა ქვეყანაში წასვლა არ მოუწიოს იმისთვის, რომ მის პროფესიას საფუძვლიანად დაეუფლოს. ჩვენ ევროკავშირი გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი პენსიონერები
ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ბავშვები, სკოლის მოსწავლეები იქნებიან ეს თუ ბაღის მოსწავლეები, ცხოვრობენ უსაფრთხო და კარგ გარემოში და იღებდნენ იმ განათლებას, რომელიც აუცილებელია და თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება. შესაბამისად, ჩვენ ევროკავშირი ყველაზე მეტად გვჭირდება, მაგრამ ქართული ოცნება ცდილობს იმას, რომ დაგვაშოროს იმ ევროპულ ღირებულებებს, რომელიც ჩვენ გვაქვს და ამას აკეთებს ძალიან კარგად პროპაგანდის თვალსაზრისით. ის ყველანაირად ცდილობს, რომ ქართულ ხალხს ტვინი გამოურეცხოს თავისი ტელემედიების საშუალებით, ხო? ანუ ჩვენ თუ გადავთავთ იმედზე ამ პოსტივიზე, ვნახავთ თუ რა გადის იქ, როგორც ცდილობენ ევროკავშირის გაშავებას და მისი პარტნიორი ორგანიზაციების გაშავებას. და მე მილიონებს ხარჯავენ ამის რეკლამირებაში სოციალური ქსელებით. რა თქმა უნდა, კი. მნიშვნელოვანია ის კომპონენტი, რომ ჩვენი სოციალური ქსელებით დაუპირისპირეთ ამ ყველაფერს პროაქტიულად და ამავდროულად ყველაზე ღირებული რაც მგონია რომ იქნება მომავალში არის ის, რომ ქართულ ხალხს უნდა აუხსნათ რა არის მნიშვნელოვანი ახლა ამ მომენტში. ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას. მნიშვნელოვანი არ არის ის პუტინის ელაპარაკება თუ არა ბიძინა ივანიშვილის აკეთებს რუსულ საქმეს, ქართველი ხალხისთვის დამაზიანებელ საქმეს, რომელიც საბოლოო ჯამში მიყვანს რუსეთთან და ამას ვერ ავწდებით. შესაბამისად, ახლა მთავარია რომ ჩვენ ყველა მერდროულად გავაკეთოთ არჩევანი და დავდგეთ იმ სწორ მხარეს, ისტორიის იმ სწორ მხარეს, სადაც ქართველი ხალხი შეძლებს განვითარების გზაზე დაბრუნებას. ბოლო წლების განმავლობაში, რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, შარშანდელი შარშან განხორციელებული დარბევები არ იყო ერთადერთი დარბევები, სადაც ქართველმა ხალხმა ნახა თუ რის გაკეთება შეუძლია ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ხო? ქართული ოცნება მოსulis დღიდანვე ძალადობს ქართულ ხალხზე. ეს იქნება დაშინება, ეს იქნება მოსყიდვა, ეს იქნება ცემა, ეს იქნება კორპუსთან სახლთან დახვედრა და მისი დაშინება, ტელეფონის ზარებით დაშინება, სოციალური ქსელით დაშინება თუ სამსახურიდან გაყრა იმ ადამიანების, რომლებიც მათ წინააღმდეგ გააკეთებენ კომენტარს, ხო? მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი შევაგროვოთ, ეს ყველაფერი გაუგზავნოთ ჩვენს მეგობრებს ევროკავშირში, რათა მათ იცოდნენ, რომ ქართული ოცნება ეს მთლიანი სახე დავანახოთ ამ ადამიანებს. დავტოვოთ ის იმ ძალაუფლების მიღმა, რომელიც მას აქვს, რომელიც დღეს მას აქვს. შესაბამისად, ჩვენ თუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ახლა ევროპარლამენტარები გამოვლენ და კომენტარებს გააკეთებენ და ისინი დაგვეხმარებიან ბიძინა ივანიშვილის და რუსული რეჟიმის დამარცხებაში, ეს იქნება სიცრუე. ეს იქნება მოტყუება ქართველი ხალხის. ჩვენ თვითონ აქ ადგილზე უნდა დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი, ადგილზე უნდა შევცვალოთ ხელისუფლება, რომ მე ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა გვაღიარონ ევროპის იმ ნაწილად, რომელიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი იდენტობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი ისტორიული სამართლიანობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ გავიხსენებთ, რაც მოხდა ბუჩაში, რაც მოხდა აფხაზეთში წლების წინ, ვნახავთ, რომ ჩვენ იზოლაციაში ვიყავით, მარტო ვიყავით რუსეთთან დარჩენილები და სწორედ ამიტომ გააკეთეს ის საშინელებები, რაც გაუკეთეს ჩვენს ქართულ ხალხს. შესაბამისად, ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არ დავრჩეთ იზოლაციაში, რომ იგივე არ გამეორდეს, ხო? ამიტით მოწამლა. ხალხი ნამდვილად არ არის. ამიტით ახლა BBC-ს გამოძიების მიხედვით კამიტით მოწამლა ნიშნავს იმას, რომ იზოლაციაში ვართ, ჩვენ ქართველი ხალხი აქ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ და შემთხვევითი გამოძიების საფუძველზე დადგინდა ის, რომ ქიმიური იარაღით გვწამლავდნენ. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ჩვენ ადგილზე ხმა არ ამოგვიღია იმაზე მეტად, ვიდრე საჭირო იყო, ხო? არ გაგვირცელებია ჩვენ საქართველოსშივე ინფორმაცია, რომ 540 ადამიანი ცემეს, სიკვდილის პირამდე მიიყვანეს ადამიანები და ახლა უამრავ ადამიანს, 10,000-ობით ადამიანს აქვს ქრონიკული დაავადება, რომელიც გამოწვეულია იმ ქიმიური ნივთებით, რომელიც ქართულმა ოცნებამ გაურია წყალში, ხო? აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ ცხელი ხაზი ფედერალისტების და თავისუფლების ინსტიტუტის აგროვებს ინფორმაციებს დაზარალებული ადამიანების შესახებ, რათა მე უკვე დემოკრატიული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში არსებულზე გულისხმობ, რა თქმა უნდა, გავაკეთოთ დოკუმენტი, რომელსაც გაუგზავნით ჩვენს მეგობრებს, რათა მათ სრულად ნახონ თუ რა ხდებოდა საქართველოში, არა მხოლოდ უშუალოდ გასულ წელს, არამედ მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, როგორც ძალადობს ის ქართულ ხალხზე, ამის დამადასტურებელი დოკუმენტებად შეკვრა და გაგზავნა გვინდა მათთვის და ამაზე ვმუშაობთ. ხო, ნუ ვერ დაგათანხმებით იმ ნაწილში, რომ არ ვისაუბრეთ სათანადოდ ამ ყველაფერზე, მათ შორის მოწამვლის და ამ წყლის ჭავლის რეაქციების შესახებ, ჩვენ ჟურნალისტები თუნდაც არქივი გავიხსენეთ ამ პერიოდის განმავლობაში, პირდაპირი ეთერის რეჟიმში იქვე ვსაუბრობდით, რომ ეს არ იყო მხოლოდ კი, მესმის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არ არის საკმარისი, ხო? კი ბატონო, უფრო ხშირად რა თქმა უნდა, არ უნდა დავხუროთ ეს თემა მიუხედავად იმისა, რომ ამისკენ მოგვიწოდებენ ახლა ოცნების სპიკერები. მე თქვენ რა რეაგირებას ელოდებით ახლა ყველა ამ პრობლემურ საკითხზე, მათ შორის BBC-ს გამოძიების გაგრძელება რა იქნება და პარტნიორების მხრიდან თქვენი სურვილი რა არის, რა იქნება და ქართველი ხალხის მხარდაჭერა, ვინც ქუჩაში დგას და ტროტუარზე დგას მიუხედავად იმისა, რომ აუკრძალეს. საბოლოო ჯამში
სოფო ვერძეული ჩვენი მოძრაობის წევრი იყო ევროპელ მწვანეთა კონგრესზე და იქ თქვა ერთი სიტყვა, რომელსაც ძალიან ისეთი ნიშანდობლივია, რომ ყველა ავტორიტარი სწავლობს ერთმანეთისგან ძალიან სწრაფად ადაპტირდებიან. და სამწუხაროდ აი დემოკრატიულ ძალებს ცოტა უჭირთ ხოლმე ესე სწრაფი ადაპტირება და ეხლა ივანიშვილისაც აკეთეს ბოლო ამ წლებში უყურებთ აი გამალებით იგივე გადმოღებას რაც რუსეთში იყო, რაც ბელორუსში იყო, რასაც ორბანი შვება და ცუდი პრაქტიკების ბუკეტი აიღო და გადმოიტანა. და ნუ დასავლეთის ცუდი პრაქტიკებიც აიღო და გადმოიტანა. ხო, იქიდან ხო არის კარგი პრაქტიკა, ცუდი რაც იყო ყველაფერი შემოიტანა და თქვა რომ რა გიდაც კაცო იქაც არის, აქაც არის და ამ არგუმენტებს იშველებს. ცხადია უკვე სადამდეც მივიდა ეს კანონები უკვე სრულ აბსურდშია გადასული. ეს არანაირად ადამიანის უფლებების ნაწილში აღარ წერია. ამას მიუთითებს ევროკავშირის ეს ბოლო შეფასებაც, რომელიც გაფართოების ნაწილში დაიწერა საქართველოს დაკავშირებით, რომ უბრალოდ წარმოუდგენელ აბსურდში გადასულია უკვე საქართველოს ამ მიმართულებით. და BBC-ს გამოძიებასაც შეეხება, ხო? აქა ძალიან ცხადი იყო, ჩემთვის ევროპის საბჭოს უკვე აქ კომისრის განცხადება, რომ ის მოატყუა პირდაპირ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და გამოვიდა, რომ აი ამ დროის პერიოდში 8 თვის განმავლობაში, სანამ არ გავრცელდა BBC-ს ეს დოკუმენტური ფილმი, საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთმა მაღალმა წარმომადგენელმა ის მოატყუა და ესე ასეთ მასშტაბზე გავიდა და მე უკვე მაგიტომაც იყო, რომ 3-მდე პერიოდზე არ პასუხობდა საქართველოს და 4-დან 5 დეკემბერზე ლაპარაკობდა მარტო, იმიტომ რომ 22-დან 3-მდე არ გამოგვეყენებია ნათქვამი აქვს კომისარისთვის, ხო? ცხადია ამ შემთხვევაში საერთაშორისო მოკვლევა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დაიწყოს და შალვა პაპუაშვილის ნათქვამი, რომ აი ჩვენ გამოვიძიეთ უკვე და კითხვები არ არის, კითხვები ცხადია არის, ვინაიდან დღეს საქართველოში სამწუხაროდ სამივე შტო და ყველა უწყება ემსახურება ერთ კაცს და ერთ პარტიას და ნდობა ამისა რომ რაღაცა დამოუკიდებლად გამოიძიებდნენ ცხადია არავის არ აქვს და მნიშვნელოვანია რომ ასეთ დროს ჩვენ ვიცოდეთ რომ აი ბოლოს ვიტყვი რომ ევროკავშირზე ვლაპარაკობდით რომ ცხადია ევროკავშირი თავის მინუსები აქვს თავის სისუსტეები აქვს მაგრამ მგონია რომ აი ამ არეულ ამღრეულ საერთაშორისო უწესრიგობაში ევროკავშირის ძალუც ერთადერთს რომელსაც შეიძლება გარდაიქმნას კიდევ უფრო მეტად და იყოს აი ფუნდამენტური ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ტრიბუნალზე რა თქმა უნდა და ჩვენ საუკეთესოა ყველაფერი ხო ჩვენ ამიტომაც გვინდა რომ აი თვითონაც ამბობ ხო რეფორმა ჭირდება ჩვენც ამას ვამბობთ რომ ჩვენც გვინდა ვიყოთ ამ ნაწილი რომ გადავდგა და ტრანსფორმაცია ევროკავშირის უკეთესობისკენ ჩვენ შევიტანოთ ჩვენი ამას ევროკავშირის წევრები ამბობენ რომ საჭიროა განახლება სიახლე თან რამდენი შეტევა ხო ულტრამემარჯვენეების მეტი წილი მოდის უკვე და ბევრი პრობლემა არის იქაც კი ბატონო პაპუნა შევაჯამოთ თქვენთვის რა არის კითხვები რომელსაც პასუხები უნდა გაეცეს და რა იქნება თქვენი სათქმელი ამ დისკუსიის ბოლოს პროტესტის დროს ეგრეთ წოდებული კამიტის გამოყენება ალბათ ეხლა არის ის მეინსტრიმული თემა, რომელზეც უამრავი კითხვა არის დაბადებული და სურს ამებზე გავიგოთ პასუხი. აქ არ აქვს მნიშვნელობა უშუალოდ კამიტი იყო თუ რომელიმე სხვა ქიმიური ნივთიერება, ამას ქართული ოცნება არ გამოიძიებს, ის საკუთარ მიქარულს არ აღიარებს, გამორიცხულია. რიტორიკულ დონეზე აღიარებენ, რომ რაღაც ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს, რომელიც წესით და რიგით ყველა კონვენციის მიხედვით უნდა ყოფილიყო ხალხისთვის ცნობილი, რომ წყლის ჭაუში ეს იყო, აღიარებენ ამას, მაგრამ არ იძახიან ეს რა იყო. უკვე კითხავს ბადებს ეს. ამ სასამართლოში, ამ სისტემაში შეუძლებელია იმედი გქონდეს იმის, რომ ოცნება გამოვა და აღიარებს, რომ დიახ, მე ეს მივხარე და ამაზე ბოდიშს ვიხდი. ერთ დღეს აუცილებლად ოცნება წავა სახში, იქნება დამოუკიდებელი გამოძიება, იქნება დამოუკიდებელი სასამართლო და ამ ყველაფერზე ამ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. მანამდე მნიშვნელოვანია ხალხის ბრაზი, ხალხის კითხვები მივმართოთ სწორი მიმართულებით. ეს არ არის მხოლოდ კამიტის პრობლემა, ეს არის სისტემური პრობლემა. ეს არის პრობლემა იმის, რომ ხელისუფლება ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე, ძალადობს ბავშვებზე, ქალებზე. მე წინა ხაზებში დავდიოდი, ჩემი ხელით ვანეიტრალებდი იმ გაზის ბალონებს. გაზის ბალონიც კი არ იყო ისეთი, როგორც მაგალითად პირველი რუსული კანონის დარბევების დროს მახსოვს. ისიც განსხვავებული იყო. უამრავი კითხვაა და ზოგადად როგორ რამდენად არეულია ძალოვანის სტრუქტურები, მგონი ეს ყველაფრის ძალიან კარგად არის ცნობილი. გადაჭარბებული ძალაუფლება, ეხლა ეს ახალი კანონები თქოს 5 დღით ადრე უნდა გააფრთხილო, ნაციონალურ მოძრაობა დღემდე რო ვერ მოუნელებიათ გადაჭარბებული პოლიციელების ძალის გამო, დღესო იგივე მოხდეს, გვეუბნებიან 5 დღე სახში იჯექითო, მოითხოვეთ და მერე გამოდითო გარეთო. ეს დარწმუნებულია, რაც ქართული ოცნების სამომრჩეველს არ მოწონს და როდესაც პირდაპირ დაუსვამ კითხვას, ვერ გაქცევს ამაზე პასუხს. ამიტომ ჩემი სურვილი იქნება, რომ ყველამ, არა მხოლოდ ტელევიზორიდან, არამედ პირად საუბრებში, ავტობუსში, ტაქსის ძღოლთან მაგალითად სოციალურ სიტუაციებში ვისაუბროთ ამ ყველაფერზე. ბევრი
ისეთი ადამიანი ვიპოვოთ, რომელიც აუყოფს თქოს ამართლებს და არგუმენტებით, საუბრით შევეცადოთ გადავიყვანოთ ჩვენს მხარეს. რადგან ეხლა არის ეს ჩემი აზრით ყველაზე სწორი მიმართულება. ვეღარ ვახერხებთ აშკარად იმას, რომ ის გაბრაზებული ხალხი ისევ გავაბრაზოთ, ისე როგორც გაბრაზებულები იყვნენ, მნიშვნელოვანია მეტ და მეტ ადამიანი გადავიყვანოთ ჩვენს მხარეს. ამისთვის კი საჭიროა სწორი მიმართულებები და სწორი აქცენტები. ხო, უნდა ველაპარაკოთ მათ, ვინც არ გვეთანხმება და ყველგან ვატაროთ ჩვენი პროტესტი და სიმართლე, რომელიც გვიცავს და რომელიც არგუმენტირებულია ქართული ოცნების მომხრეებისგან განსხვავებით, მათ არ აქვთ არგუმენტები, ჩემი გამოცდილებით სულ ამ ზღვაზე გადმოდიან ხოლმე, როცა რაღაცებზე სთხოვ, რომ დისკუსიაში შემოვიდნენ და ბოლოს თქვენ ახსენეთ პაპუნა, რომ მალე ოპოზიციის ლიდერები ციხეების დატოვებას დაიწყებენ, ეს არ ვიცით, რამდენად ხანგრძლივი იქნება მათი თავისუფლებაზე ყოფნა, ვიცით, რომ რაღაც ახალი ბრალდებები გამოუგონეს, ხვალ უკვე ზურაგირჩი ჯაფარიძე გათავისუფლდება, მისი თანაგუნდელია კოალიციის წევრი ლევანი და ლევან, რამე ხომ არ გაქვს ამასთან დაკავშირებით სათქმელი, როგორია თქვენი მოლოდინი და ხო, აი მართლაც პაპუნა საუბრობდა გამოსვლის შემდეგ რა უნდა გააკეთონ ლიდერებმა, მაგრამ ეს თავისუფლებაც რამდენხნიანია? ხო, პირობითია, რა თქმა უნდა, არავინ არ იცის ხვალ ვინ აღმოჩნდება იქ, ან როდი შეგაბრუნებენ უკან, ხო? ხა პირველი კი არ არის ჩვენი ლიდერებისთვის, იგივე გვარამია, მეოთხედ არის ხო, ციხეში. მელია, მეორედ, მესამედ, ამერია უკვე სათვალავი ამერია, იმდენჯერ არის ციხეში, ხო, ნამყოფები შედიან, გამოდიან. ჩვეულებრივი რუტინაა ჩვენთვის. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ სამწუხაროდ, ამიტომ ეს ხო პირობით რაღაც არის, ხვალ გამოვა, რა თქმა უნდა, ხო ჩვენს გვიხარიათ, ალბათ თვითონაც უხარია, რომ გარეთ გამოდის, დარწმუნებული ვარ, რომ უხარია, მაგრამ ხვალ ნებისმიერი ჩვენგანი დღეს შეიძლება აქ საუბრობდეთ, აქედან გავიდეთ და ხვალ დილას გავიღვიძოთ იზოლატორში. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ამ მოცემულობას მიჩვეული ვართ და აქედან ამ მოცემულობიდან უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მართლა კარგად ვიცხოვროთ, ხო, ამ ქვეყანაში და ერთი რაღაცა მინდა ბოლოს რო ვთქვა რა. ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ივანიშვილის ხელში ევროკავშირი არ იქნება. ეს არასწორია. სწორი რა არის, იცით? საქართველოს იქნება ევროკავშირში, ოღონ ივანიშვილის გარეშე. აი ეს არის სწორი, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ბოლოს კი არ დაწყებულა ევროპასთან, ევროპა ბოლოს კი არ გაგხსენებია ჩვენ და კარგად ცხოვრება, მაშინაც კარგად ცხოვრება იყო და ახლაც კარგად ცხოვრება და სულ ასე იქნება. დავით აღმაშენებლიდან მოყოლებული, სულხან საბაორბელიანი გაგრძელებული, ჟორდანიათი დამთავრებული, ამ ქვეყანაში ყველას უნდა ევროპასთან დაახლოება. მართლა იმიტომ კი არა რომ რაღაცა იქ განსაკუთრებული იყო და თაფლი ესვა ხალხს. იმიტომ რომ მაშინაც ის იყო ჩვენი ბუნებრივი სახლი, ის იყო როგორც მენტალურად, ისე კეთილდღეობის თვალსაზრისით ამ ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში თუ ვინმე ნორმალური იყო და თუ ვინმე ვაფასეთ ჩვენ, ხო? ჩვენი ისტორიის განმავლობაში ყველას უნდა ევროპასთან დაახლოება და ევროპის ნაწილად ყოფნა. ამას შეწირა ადამიანებმა, ზოგმა საკუთარი სიცოცხლე, ზოგმა საკუთარი ჯანმრთელობა, წლები და ახლა გვაქვს შანსი. თვითონ გვეუბნებიან, რომ ჩვენ გვინდა რომ თქვენ იყო ჩვენი ნაწილი. აქამდე იქეთ ვეხვეწებოდით, ხო? და ვთხოვდით რომ ჩვენც ევროპელები ვართ, ჩვენც ადამიანები ვართ, მიგვიღეთ. ახლა თვითონ გვეუბნებიან აქეთ, რომ თქვენ ხართ ევროპელები და ერთად ვიყოთ. და ამ ყველაფერს ვინც უშლის, ხო? ეს არის ერთი კაცი და მისი ბანდა, რომელიც ირგვლივ ყავს შემოკრეფილი, რომელთა ერთადერთი მიზანი არის რომ ფული იშოვონ. მეტი მიზანი მათ არ აქვს ცხოვრებაში. და ეს ხალხი როგორც კი მოშორდება და ეს იმედი მაქვს რომ იქნება მალე ჩვენზეა დამოკიდებული. საქართველოს გახდება 2030 წელს, როცა გაფართოება იქნება ევროკავშირის ერთ-ერთი ბოლო, ევროკავშირის წევრი და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყველა, მათ შორის ქართული ოცნების დღევანდელი ამორჩევლებით, იცხოვრებენ ნორმალურ ქვეყანაში და მათი შვილები იცხოვრებენ ზუსტად ისე, როგორც ცხოვრობენ დღეს გერმანიაში, როგორც ცხოვრობენ დანიაში და ასე შემდეგ. თუნდაც განათლების თანაბარი უფლებებით და განათლების მიღების თანაბარი უფლებებით. ყველა იმ სიკეთეებით და მინუსებით, რაც ევროკავშირში არის.